ოქროსფერი ღვინის ქალაქად წოდებულ ბოლნიში 29-დან 31 ივლისის ჩათვლით უნიკალური სამდღიანი გასტრონომიული ღონისძიება გაიმართა. პროექტის ინიციატორია გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელი გურამ ავქოფაშვილი, რომლის მიზანიც ადგილობრივი პროდუქტებისა და ღვინის კულტურის განვითარებაა. საქართველოში ღვინის სამშობლო არის ჩვენი მაშავერას ხეობა. ამიტომაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ჩვენი ღვინოები იყოს ხარისხიანი. მივახცეთ ჩვენ ამას ამ 10 წლის მანძილზე. ეხლა უკვე დროა, რომ ჩვენ ძვირფას ღვინოებს შევუსაბამოთ ადგილობრივ ნედლეულზე კერძები და ეს კერძები უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული, რისის საშუალებაც უკვე არსებობს. ჩვენთან არიან სტუმრად დღეს ბრენდ შეფები, ეს არის თორღო გოგოჭური, მიშა ავსაჯანიშვილი და ჩვენი ძვირფასი საბა ქიტიაშვილი, რომელიც კერძებს შეუხამებს ღვინოს. ბოლნისი არის ადგილი, სადაც მეტი ტურისტი უნდა მოდიოდეს. ჩვენი მიზანია ამ მეტ ტურისტს და მეტ სტუმარს ვაჩვენოთ პროფესიონალური მომსახურებაც, შესაბამისი გასტრონომიაც, ღვინოსთან შეხამებული, პროფესიონალურად მომზადებული კერძებით, რომ მეტი ყურადღებით იყვნენ ბოლნისის მიმართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მხარის მიმართ. ჩვენ ვახორციელებთ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ერთ-ერთი რეგიონი, სადაც მუშაობთ, არის ქვემო ქართლი და ჩვენ აქ დავინახეთ ღვინის სექტორი, როგორც ეკონომიკური განვითარების პოტენციალის მქონე სექტორი. შესაბამისად, ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი მეწარმეების ეკონომიკური განვითარებისგან, მივესალმებით. აღნიშნულ ინიციატივას ნამდვილად ვაფასებთ, რომ ექნება დატვირთვა და მომავალში უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენა შეიძლება. ინიციატივიდან გამომდინარე დღეს ორი ობიექტია შერჩეული, რომელიც მიიღებს სრულ მომსახურებას. გასტრონომისა და ადგილობრივი ღვინის შერწყმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტურისტი, როდესაც მოვა ადგილზე, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს ადგილობრივი კულტურის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს ღვინო და კულინარია. ღონისძიება აერთიანებდა ადგილობრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ახალ კერძებს, ღვინისა და მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს, სადაც მონაწილეობდნენ ადგილობრივი მეღვინეები, წამყვანი შეფები, მიშა ავსაჯანიშვილი, თორღვა გოგოჭური და 2024 წლის საუკეთესო სომელიე საქართველოში საბა ქიტიაშვილი. დღეს განსაკუთრებული დღე არის, რადგან მოწვეული ყავს შეფზარეული, ასევე საუკეთესო სომელიე 2024 წლის საბა ქიტიაშვილი. აღნიშნულ დღეს მოხდა რამოდენიმე კერძების დეგუსტაციის გაცნობა, ასევე ღვინის შეხამება კერძებთან და ამ მხრივ ცნობიერება ავიმაღლეთ, ასე ვთქვათ. თან აღნიშნულ რეგიონში ეს ახალი არის, ფიქრობ, რომ შემდგომ საფეხურზე გადაგვიყვანს და მომხმარებელსაც და ვიზიტორებსაც, განსაკუთრებით ტურისტებსაც უფრო შედარებით მაღალ სერვისს შევთავაზებთ აღნიშნული ვორქშოპის შემდეგ. დღეს მოვამზადეთ აქაური ავთენტური პროდუქტებით, კერძები, რომლებიც შეეხამა ღვინოს. ყავს ასევე ჩამოყვანილი პროფესიონალი სომელიე და მოხდა ამ კერძების პრეზენტაცია ღვინოსთან ერთად. ყველაფერი არის ადგილობრივი, ინგრედიენტები, პროდუქტები და არ ცდება აქაურ კონცეფციას, რაც შეესაბამება ჩვენს ამ ლამაზ ადგილს, ჩვენს ბოლნისს და ამ გერმანულ სახლს. მსგავსი ინტენსიური პროექტების წყალობით ძალიან განვითარდება აქაური კულტურა, აქაური კერძები. ჩვენაც მაქსიმალურად ამ პროექტის ფარგლებში და უკვე კიდე რასაც გავაგრძელებთ მთელი ბოლნისის მასშტაბით, ვეცდებით, რომ ძალიან განვითარდეს და აქაური პერსონალი, აქაური მაცხოვრებლებიც მაგაში ძალიან გვიწყობენ ხელს. მეღვინეებთან დიდი ხანია უკვე შეხვედრა გვაქვს და რაღაცა ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, როგორც სომელიეს ხშირად მიწევს მათი ღვინოების გასინჯვა, თუმცა დღეს მქონდა უფრო წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მოიაზრებს აქაური კულინარიის გაცოცხლებას და ამ კულინარიის მერე უკვე აქაური და ადგილობრივი ღვინოებთან თავსებადობას და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ზუსტად ამას ემსახურებოდა. პირველ რიგში გაგვეცნო თუ როგორ ხდება შეხამება რესტორანში, მაგალითად შეფი და სომელიე როგორ მუშაობენ ერთმანეთთან, რა მნიშვნელოვანი და საკვანძო მიმართულებებია და მერე უკვე უშუალოდ რაც ორგანოლეპტიკასთან და გემოვნებასთან არის დაკავშირებული, რა ტიპის გემოები გვაქვს კერძებში, რა არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, ის რაც მერე უკვე ღვინოს ხდის მასთან ძალიან კარგ თავსებაც, ესე რომ ვთქვათ.
კარგია უბრალოდ რომ ეს ნაბიჯები იდგმება, იმიტომ რომ ჩვენ კულინარიაში ძალიან ცოტა ესეთი რაღაცეები ხდება ხოლმე და მნიშვნელოვანია რომ ეს გასტრონომიული ნაწილი წინა პლანზე წამოიყვანოთ და არა მხოლოდ რაღაცა რამოდენიმე რეგიონი, არამედ თუნდაც იგივე ქვემო ქართლიც იყოს ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი წამყვანი რეგიონი. ბოლნისი იმკვიდრებს თავს როგორც ერთ-ერთი უძლიერესი რეგიონი, სადაც ჭიქა ღვინოს თანერთვის ადგილობრივების მიერ მოწეული ნედლეულით, მაღალი ტექნოლოგიით დამზადებული გემოვნებიანი ავთენტური კერძები. აღნიშნულმა პროექტმა კიდევ უფრო გააძლიერა ბოლნისის როგორც რეგიონის პოტენციალი, რომელიც აერთიანებს გემოს, კულტურას და ტურისტულ შესაძლებლობებს.